გამარჯობა, ჩვენ ახლა ვერთვებით თბილისის საქალაქო სასამართლოდან, სადაც ახლა დამთავრდა კვარაცხელიას პროცესი და 4 საათზე იქნება 6 ადამიანის პროცესი, მათ შორის ანდრო ჭიჭინაძის და კიდევ ერთი მსახიობის. მაგრამ სანამ ამ წავიდოდი დეტალებში, მინდა რომ შევაჯამო გუშინდელი დღე ყველასთვის. მე ვიცი რომ მიყურებთ და ამიტომ ეს მნიშვნელოვანია. მივესალმებია ყველას უცხოეთში ასევე. დავიწყოთ იქიდან რომ მოგესალმებით ყველას. ოფიციალური ინფორმაციით გუშინ სისხლის ზღვრაში, რომელიც მოაწყო ჩვენმა ომონმა, დაკავებული იყო 51 ადამიანი. მორიგჯერ იყო ჩადენილი ადამიანურობის წინააღმდეგ დანაშაულები. კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ეს რაც ხდება თბილისის ქუჩებში, ამას ვამბობ ყველგან და ამას ვეუბნები პირველ რიგში ჩვენს საერთაშორისო მეგობრებს, ეს არის ადამიანურობის წინააღმდეგ დანაშაულები. დევნა სათითაოდ დაშლის შემდეგ წყლის ჭავლის მიშვება მინუს ტემპერატურაში. ეს არის გაწირო ადამიანის სიკვდილისთვის. ეს არ არის დაშლა. მინუს 0-ზე ქვევით ტემპერატურაში რომ აკრძალულია წყლის ჭავლის გამოყენება. და როდესაც ის გამოიყენება, ადამიანი, რომელსაც ასეთი წყლის ჭავლი მოხვდება, განწირულია, რომ შეიძლება დაიღუპოს, გაიყინოს ელემენტარულად. ამიტომ არის აკრძალული წყლის ჭავლი. როგორც დაშლის საშუალება ასეთ ამინდში. გარდა ამისა, ალყაში მოქცევა, ხალხნო აკრძალულია ომშიც კი, არათუ მშვიდობიან დროს. ომშიც კი, ალყაში, როდესაც მოექცევა მოსახლეობა, ჯარი ვალდებულია მშვიდობიანი მოსახლეობა გაათავისუფლოს. ალყა არის აკრძალული ფორმა. ეს არის ადამიანურობის წინააღმდეგ დანაშაული და ექვემდებარება საერთაშორისო ტრიბუნალს. გარდა ამისა, ის ტერორი, რომელიც ჩვენ ნახეთ ხალხის დახვედრა, ჩაყრა მარშრუტკებში დილამდე, ვაჟა-ფშაველას გამძირამდე დევნა. ეს ყველაფერი გვაგონებს, რაც მოხდა სერბეთში მილოშევიჩის დროს, რაც მოხდა სირიაში და მინდა გითხრათ, რომ ახლა ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბოლო-ბოლო მოუღეს ბოლო სირიის დიქტატურას და კიდევ ერთი ნიშანი არის ეს ყველაფერი იმისა, რომ ადრე თუ გვიან ესეთი რეჟიმები თავდება და თავდება ცუდად. რაც მთავარია ჩვენ იურისტებმა და მე ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მოხდეს ამ ხალხის გამოვლენა, ვინც იღებს ამ გადაწყვეტილებებს, ვინც იღებს მონაწილეობას და ვინც გეგმავს ამ რეპრესიებს და მოწყდეს მათი დასჯა. უნდა მოვაწყოთ აქ ეს სიცოცხლის სამართლებრივი პროცესები, ან თუ მოგვინდება დაუქვემდებაროთ და გადავცეთ ის საერთაშორისო ჰააგის სასამართლოს. ასევე არავის არ ეგონოს, რომ აცდება მართლმსაჯულება. ის რაც გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა 2012 წელს შერჩევითად ვიღაცები დაიჭირა და ვიღაცები გაუშვა, ეს იქნება მოსაგონარი. ჩვენ მოვაწყობთ მე პირადად ვდებ პირობას, რომ ეს იქნება მთავარი საქმე და დღეს მერე კი არა ხელისუფლებაში რომ მოვალთ. დღეს ჩვენ ვაწარმოებთ ოპერაციას, რომლის მიხედვითაც ყველას ვაგებინებთ პასუხს. რითაც შესაძლებელი. ხა რით არის შესაძლებელი? ეს არის იმ ქვეყნებში ამ ხალხის დევნა, სადაც აქვს მეორე მოქალაქეობა. მაგალითად, ირაკლი რუხაძე ფაშიზმის პროპაგანდისტული ორგანოს იმედის პატრონი, არის ამერიკის მოქალაქე. მას აქვს ქონება ინგლისში და მისი ბიზნესები აწარმოებენ საქმიანობას მთელ მსოფლიოში, ევროპაშიც. ჩვენ მივმართავთ გამოძიების ორგანოებს ორივეგან, ინგლისშიც და ამერიკაშიც, იმიტომ რომ ირაკლი რუხაძე თაოსნობს პროპაგანდას ადამიანობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების. ეს არის თანამონაწილეობა და ის ამერიკის სასამართლოებისა და გამოძიების წინაშე უნდა აგებდეს პასუხს. ამისთვის ჩვენ უნდა შევიკრათ ერთად, გავცვალოთ რესურსები და შევატყობინოთ შესაბამის ორგანოებს, მაგალითად ამერიკაში თუ ინგლისში. ამ საქმეს გავაგრძელებთ ახლაც, სადაც ოპოზიციაში ვართ, რაც შეგვიძლია და ამის შემდეგაც.
ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავანგრიოთ აი ეს ქაჯეთის ციხე, სადაც ვარ. თბილისის საქალაქო სასამართლო, თავისი პროკურატურით და თავისი მილიციით და ომონით და ხალხი მივცეთ პასუხისგებაში. სისხლიანი დეკემბერი. ესე ერქმევა ამ თვეს. სისხლიანი დეკემბერი და არ გავიგო ვინმე საერთოდ ქართული ოცნებიდან ახსენოს ნაცები. არ გავიგო. თქვენ ხართ ნაცები კვადრატში. თქვენ ხართ სისხლიანი ფაშისტები. და მიიღებთ კიდევაც ამ იარლიხს მთელი ისტორიის მანძილზე. ეხლა კარგი ამბავით მინდა ვთქვა. დღეს დილას გააკეთა განცხადება სამმა მინისტრმა, გერმანიის, პოლონეთისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დაგმო ძალადობა და რეპრესიები, ეს ძალადობა აღარ არის, ეს არის ფართომასშტაბიანი რეპრესიები, დაგმო და განაცხადა, რომ ეს საკითხი განიხილება შესაბამის შეხვედრაზე ევროკავშირისაა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და სერიოზული გამოხმაურებაა. თუმცა მე ყველგან ვამბობ, ჩვენ პარტნიორებსაც ვეუბნები, პიროვნული სანქციები დადებული აქვს ლიტვა, ლატვია, ესტონეთს, დადებული აქვს უკრაინას, ამერიკას აქვს გამოცხადებული, კანადას აქვს გამოცხადებული, გვეჩქარება, სასწრაფოდ გვჭირდება პერსონალური სანქციები. მარტო უბიზო მიმოსვლაზე კი არა, პასპორტზე კი არა, ყველას ქონებაზე, რომ ცხვირი ვერ გაყონ ვერსად ვერასოდეს. და თუ გაქცევა, გაიქცენ კიდე უფრო უარეს ადგილას და თავი შეაფარონ, როგორია პუტინისთვის თავი შეფარება, ეგეც კარგად იგებონ. მაგრამ დღეს 5 საათზე მართალია არის აქცია პოლიტპატიმრების მხარდასაჭერად, თსუ-დან იწყება, ყველას შეგიძლიათ და ძალიან კარგი იქნება თუ მოხვიდეთ, ისიც მინდა ვთქვა. პროტესტები უნდა გადმოვიტანოთ დღის განმავლობაში. დღეს გული გამისკდა, დილას გამოვედი თბილისში, ისე თითქოს არაფერი არ მომხდარა. ესე არ შეიძლება, ღამე არის სასაკლაო თბილისში და დილას ამ ქალაქს არაფერი არ ეტყობა. ესე არ შეიძლება. დილასაც უნდა იყოს პროტესტები და ნაწილი ღამე ვიაროთ და ნაწილმა დღე ვიაროთ. მეორე, 5 საათზე არის პოლიტპატიმრების მხარდამსაჭერი პროტესტი, 4 საათზე არის თბილისის საქალაქო სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეებზე პროტესტი. ხალხო, ეხლა გამოვედი ერთი საქმიდან, კვარაცხელია საქმიდან და მინდა გითხრათ. წარმოუდგენელია აქ რა ხდება. ადამიანი გამოიყვანეს სახლიდან ცემატყეპით. ააფორიაქეს, აურიეს მთელი სახლი, შეურაცხყვეს, ფიზიკური ზიანი მიაყენეს. უთხრეს რომ მოყავდათ როგორც მოწმე და ხელი მოაწერეს წერინეს საბუთებზე როგორც მოწმე. არც ერთ მტკიცებულებაში არ დგინდება რომ ფიზიკურად ის არის. არც ერთი მოწმე არ იყო წინასწარ სხდომაზე ეხლა. არც ერთი მოწმე წარმოგიდგენიათ? გეუბნე ბოლშევიზმში ვართ რა, ბერიას ეპოქაში ვარ და ბერიამ როგორ დაამთავრა. ესეც კარგად გავიხსენოთ და მეგის ყველა მეგობარმა. ასეთივე პროცესები იქნება დღეს 4 საათზე ის რაც იყო მანამდე და ამიტომ ძალიან საჭიროა რომ აქ ვიყოთ ბევრი. ბევრი უნდა ვიყოთ აქ. რომ ვისაც შეუძლია ეს რა თქმა უნდა. ხო, კიდე ამის გარდა მინდოდა მეთქვა რომ ცალკე პროცესი აუცილებელია უნდა წარიმართოს იმედთან დაკავშირებით. იმედი არის თანამონაწილე, რაც ხდება, უკვე გასაგებია რომ ყველაფერი ხდება იმედის თანდასწრებით და იმედის ჩანაწერების გამო. იმედი არის ორგანო, რომელიც პროპაგანდას უქმნის თავიდან ბოლომდე ყველაფერს და ეხმარება. ამიტომ იმედი უნდა იყოს საერთაშორისო სანქციების და იმედის პატრონი ირაკლი რუხაძე. უნდა იყოს საერთაშორისო სანქციების ქვეშ. ერთსაც გეტყვით, როდესაც რუანდაში გაიმართა ტრიბუნალი, იქ მომხდარ გენოციდთან დაკავშირებით ტრიბუნალის სკამზე ასევე ისხდნენ ტელევიზიის თანამშრომლები. ეს შესაძლებელია. იმიტომ რომ აი სისხლისღვრა და რეპრესიები რაც აქ ხდება, შენ თუ ამას აკეზებ, ამას თუ ხელს უწყობ, ხო, თავიდან ბოლომდე შენ ამ ყველაფრის თანამონაწილე ხარ, მაგრამ ამას მერე თავისუფალი სასამართლო გაარკვევს თავის დროზე. მოკლედ, აბა მაგრად იყავით, თათბირები ჩემგან იქნება, როგორც ყოველთვის მე აქ ვარ, თქვენთან ერთად, აბა, პოცით, მაგრად იყავით.